ეხლა ვართ შატო მუხრანში, იმართება ფესტივალი შივა შატო, ესეთი სახელწოდებით. ძალიან საინტერესო სახელწოდებაა შივა შატო, ერთდროულად აღმოსავლეთის და ევროპის გაერთიანება, სად თუ არა საქართველოში უნდა მომხდარიყო და ისიც სიმბოლურია, რომ აქ ხდება, იმიტომ რომ აქ ცოტა ხნის წინ სულ სხვა მისიით ვიყავით, ქეთევან წამებული უნდა გადაგვეღო და ის პანო სწორედ სადაც არის ქეთევან წამებულის წამება ასახული, აი აქ არის ჩვენ თვალწინ და როგორ უცნაურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენები. ქეთევან წამებულიც როგორი სიმბოლურია, თან ინდოეთი, პორტუგალია, საქართველო, როგორი სამკუთხედია შეკრული. ვინ იფიქრებდა, რომ აქ კიდე გადასაღებად მოვიდოდი? ტარდება ცნობიერების ფესტივალი, ესეც სახელი ქვია. საინტერესო სახელია და არის უამრავი სესია, ღონისძიება, რომელიც მიმართულია თვითკვლევაზე, ფსიქოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, იოგაზე, ასე შემდეგ. არის უამრავი ძალიან საინტერესო ცოდნი ადამიანი, ვისგანაც შეგვიძლია რაღაც პატარ-პატარა დოზა სიბრძნეებისა და ცოდნისა მივიღოთ და სასწაულებისაც, რაც მთავარია. მონაწილეობას მივიღებთ ფესტივალში, დავესწრებით სხვადასხვა აქტივობებს და დაველაპარაკებით ამ ადამიანებს და მოკლედ აი ეს ცოდნა რაღაცნაირად შეკოწიწდება და გადმოგეცემათ და მე უკვე ჩვენზეა დამოკიდებული ამას როგორ და რანაირად გამოვიყენებთ და ძალიან მიხარია რომ საქართველოში ესეთი რაღაცები ნელ-ნელა აქტიური ხდება, ფეხს იკიდებს და აერთიანებს აი ამ ორ კულტურას და ცივილიზაციას, რასაც ქვია შივა და შატო. შესაბამისად ეს არის ჩვენი ქვეყნის ფუნქცია და დანიშნულებაც. მე ესე ვთვლი და არა მარტო მე, ბევრი სხვა. სანამ სესიებში მონაწილეობას მივიღებთ, უნდა შევმოწმდე. ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება. ბიოველის დიაგნოსტიკა მიმდინარეობს და არსებული თანამედროვე მოწყობილობებით შეგვიძლია გავიზომოთ ჩვენი ბიოველი, გავიგოთ ჩვენი ჩაკრები როგორ მდგომარეობაშია, აქედან გამომდინარე გავიგოთ ჩვენი ფსიქიკა როგორ მდგომარეობაშია, ჩვენი ენერგეტიკა როგორ მდგომარეობაშია და აი აქ არის მაგისი კუთხე. როგორი საინტერესო მიქსი არის, არა? მარანი, ღვინის ქვევრები და ბიოველის დიაგნოსტიკა თანამედროვე, ულტრა თანამედროვე აპარატი. მაგრამ აქ რაღაც სესიები მიდის და ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კუთხე ეს არის. და გავიზომოთ ჩაკრებს ენერგეტიკას და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ მე რომელ სესიებში მონაწილეობა არის ჩვენთვის რელევანტური. რიგებია მკურნალის კაბინეტთან, როგორც საქართველოში, აფთიაქში კი არა და კლინიკებში რომ მიდიხარ ხო ძალიან ბევრი რიგები ხომ, აი მკურნალობა გვჭირდება ყველაზე მეტად.
და ეკატერინა ზაიცევა არის ჩვენი მკურნალი. გამარჯობა ეკატერინა, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ მათე? მე არ ვიცი, შენ უნდა გამზომო ეხლა და უნდა მითხრა როგორ ვარ. ლოგიკას რას ვაკეთებთ აქ? ნუ აქ ვაკეთებთ ესეთი დიაგნოსტიკას, ანუ ძალიან სწრაფად უღებს სურათს ჩვენ ხელის თითებით. ანუ ხელის თითების სურათი კეთდება აქ. ძალიან სწრაფი არის და gas discharge visualization არის ესეთი ტექნოლოგია. მაგრამ კერილიანის სურათები როგორც კეთდებოდა, ისეთი ტექნოლოგია არის. პროსტა ამას უფრო მეტი შეუძლია და უფრო მეტი რაღაცების გაგება შეგვიძლია მან. ნუ აი რეისი მაგალითად. აი თქვათ ანუ ჩაკრები რა მდგომარეობაში გაქვს, თქვათ აი რამხელა ენერგია არის თვითონ ამ ჩაკრებში. მე ამ ჩაკრებს თავის თვისებები აქვს, რა თქმა უნდა. ფსიქოლოგია შეგვიძლია გავიგოთ მანდ. მე რა თქმა უნდა ჩაკრებიც კავშირში არის შენ ორგანოებთან, შენ ენდოკრინულ სისტემასთანაც, აქაც შემიძლია ენდოკრინული სისტემა ნახო, შენი ჰორმონები როგორ არის, როგორ მდგომარეობაში არის. მე შეგვიძლია რომ ნახოთ, თქვათ აი როგორ არის ენერგია გადანაწილებული შენ ორგანოებში, ხო? და თუ არის რამე გამოფიტვა აი ორგანოებში და მას უნდა მიაქციო ყველაზე მეტად ყურადღება რა. ან ძალიან გადაჭარბებულად მუშაობს, ან ძალიან შენელებული აი რაღაცა ენერგია არ მიეწოდება რა. ნუ ყველაფერი რა თქმა უნდა ერთმანეთში კავშირში. ეხლა ძალიან სკეპტიკური მაყურებლიდან დაგისვამ შეკითხოს, რამდენად სწორად მუშაობს ეს? აი 80% არის სწორად. იმდენი კვლევები არის ამაზე გაკეთებული, რომ ძალიან აი მედიცინურ იმებში ხმარობენ სივრცეებში. დავიწყოთ შენი წერა თითით. აჰა. ერთი წუთი. დაეჭერა. აჰა, კარგია. ეხლა საჩვენებელი თითი. აი, ოდნავ ქვემო ჩამოწია. აია. ეს უგადად არის შენი ენერგია და ეს სწრაფად სურათს რო იღებს, ფიქსირდება შენი ენერგია და რა თქმა უნდა შენი ხელის თითებიც არის კავშირში თლიან სხეულთან, ორგანოებთან და ასე შემდეგ. ნუ მე უფრო კარგად აგიხსნი. ჯერ რომ მოვიხსნათ. ამბეჭდი რა ცენტრში ეს მომალით შევარ ამ. არა თითი. რატო დაარქვეს ესე არის? ძალიან შეურაცხყოფელი სახელია. მას კი არა თითი. ხო, აი ვიცი. იყოს ბეჭდის თითი. ბეჭდის თითი, კაია. მარცხენა ხელის. კი. და აი ესეც აი ეს საჩვენებელი თითი. კაია. მადლობა. და. ეხლა ეს ჩიკაკოხილი წამაგარ იქნება. ეხლა ზოგადად შენ ენერგიას რო შევხედოთ, ხო? ნახე აი ძალიან მომწონს როგორც არის გადანაწილება. აქ ზოგადად ამ ენერგიას, ანუ როგორც იცი გვაქვს 7 სხეული, ხო? და აი აქ ხედავ შენ ეთერულ სხეულს. ეს არის ყველაზე მჭიდროდ შენ ფიზიკურ სხეულთან. ანუ შენი ენერგეტიკული ნაკადი არის გარშემო და ნახე აი აქ რაღაცებს ხედავ, რომ აი თქვათ ხშირად მომავალზე ფიქრობ. არის ესეთი რაღაცა წარსულსაც და მომავალსაც. ცოტა ბევრ ფიქრებში ხარ ხო? პატარა ფიქრია ხო? სად გამომიჭირეს? ღერთოჩო. კაი, არა უშავს, პატარა ფიქრიაც ოკეი არის. რაც თავარია მედიტაციებს აკეთებ და აბალანსებს მაგას. კი, ფიქრია ვარ, კი. ეხლა რა გადავიდეთ აქეთ, ხო? ნახე, ეს არის შენი ჩაკრები. აქ შეგვიძლია რომ 7 ჩაკრა ნახოთ. არა შეგვიძლია. ავადაროთ. ჩაკრები, ასე ვთქვათ, ერთგვარი ენერგეტიკული ცენტრებია, რომელიც თურმე სხეულში გვაქვს. არ არის კონკრეტული ფიზიკური ადგილი, თუმცა რაღაცა კონკრეტულ ენერგეტიკულ არხებს აერთიანებს, გადაკვეთებს აერთიანებს და ეს ინდოეთში გამოიყენება როგორც ძალიან ბევრ პრაქტიკაში, ცნობიერებისთვის.
ამუშოს მედიტაციაზე აქტიური სუნთქვით, კონკრეტული ინსტრუქცია აქვს სუნთქვას, სუნთქვა კონკრეტულ ჩაკრებში ცნობიერების გადატანით, ანუ კონკრეტულ ჩაკრებზე ყურადღების მიპყრობით და სუნთქვით ხდება აი ამ ენერგეტიკულ ცენტრებში სიცოცხლის შეტანა, ესე ვთქვათ. რაში გვეხმარება ისე ზოგადად გარდა იმისა, რომ მედიტაციური მდგომარეობა განიცადა? ანუ მანამდე არ აქვს სიცოცხლე ჩაკრებში? კარგი კითხვა. სიცოცხლე ჩაკრებში რა თქმა უნდა გვაქვს, სხვა შემთხვევაში ალბათ არ ვიქნებოდით სიცოცხლები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ჩემი გამოცდილებით საკუთარ თავსა თუ სხვა თვისებთან მუშაობაში ბევრად მეტი პოტენციალი გვაქვს, ბევრად მეტად განვიცადოთ სიცოცხლე თავისი არსით. ხოლო რაღაცა გამოცდილებები, გარკვეული, რომელიც რაღაც გარკვეულ ბლოკს ქმნის, განუცდელი ემოციების ბლოკს სხეულში, ემოციურ სხეულში, ფიზიკურ სხეულში არ გვაძლევს საშუალებას, რომ ის სიცოცხლე, რაც ჩვენს გარშემო არის, სრულად განვიცადოთ. მსგავსი პრაქტიკები, რაც არის ორიენტირებული სხეულზე, გვეხმარება იმაში, რომ აი რაღაცისგან გამთავისუფლდეთ, ის რაც მანამდე ვერ განვიცადეთ, განვიცადოთ და შესაბამისად მეტი სიცოცხლის, მეტი ინტენსივობის განცდის საშუალებას გვაძლევს. არსებობს ესეთი მიმდინარეობა, გერითი თერაპია, რაც ბევრად ძალიან დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს და მიხვდნენ, რომ შეიძლება ინსტრუმენტების საშუალებით ჰარმონიზაცია, ანუ დავალაგოთ ყველაფერი, ასე ვთქვათ, ჩვენი სხეული, ჩვენი უჯრედები, მოვიყვანოთ ჰარმონიაში ერთმანეთთან, შევქმნათ ერთი ტალღა და ასევე ბევრი სხვა ტალღა, ოღონდ ეს ყველაფერი იყოს ძალიან თანმიმდევრული სტრუქტურა, ასე ვთქვათ, რაც შემდგომ ფიზიკური სხეული, როდესაც სიმშვიდეში მოდის, გონებაშიც და ემოციებიც იწყებს დამშვიდებას, საკუთარი თავის გახსენებას ვიწყებთ. მე ვიყავი ფასილიტატორი ერთ-ერთი ამ ცნობიერების ფესტივალის და 2 დღე იყო, ხო, 11 მაისს და 12 მაისს. 11 მაისს ჩავატარე პრაქტიკა მედიტატიური თერაპიის, სიგიჟის და სიმშვიდის ხელოვნება, რაც მოიცავდა კათარზის პირველ ეტაპზე, ანუ ნახე ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც ვთქვათ, რაღაც მედიტაციებით, იოგით, ეგეთი რაღაცეებით არიან, სულიერი საკითხებით დაკავებულები, მაინც და მაინც მედიტაციას ფორმა წარმოუდგენიათ, რომ მედიტაციური პრაქტიკების ფორმა წარმოუდგენიათ, რომ არის რომ დაჯდე და პასიური მედიტაცია აკეთო, მაგრამ ანუ ადამიანში იმდენი შფოთია დაგროვებული, აკუმულირებული, რომ ეს სანამ თუ არ გამოაგდებ ამას რაღაც ხეულებრივი სომატური პრაქტიკით, რთული არის, რომ სიმშვიდის იმ დონეზე
ჩახვიდე, როგორზეც გამოგდების შემდეგ შეგეძლო. და იმ სიგიჟის ფაზისთვის, სადაც ადამიანებს რაც არ გამოუხატავთ ტირილი, ყვირილი, წივილი, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, შეკავებული ემოციები, ამის გამოხატვისთვის სპეციალურად შევქმენი მუსიკა, გავაერთიანე რამდენიმე ოშოს მუსიკა, პლუს რაღაც იაპონური დრამები, ორკესტრები და ასე შემდეგ, რომ ასე ვთქვათ, შემექმნა იმპულსები, ვიბრაციების, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანებს, რომ აი ეს შფოთი დაგროვილი გამოეხატათ რა. დამეხმარა ასევე დოვიდასი, დიჯერიდუებით და ეს ვიბრაციები კიდევ უფრო აძლიერებდა ამ შესაძლებლობას და უკვე ამის მერე რაც 12 წუთის განმავლობაში გამოვახატინეს აგრესია, წყენა, ბრაზი, რავი, რაღაც ემოციები, შემდეგ გავაკეთე გიდირებული მედიტაცია, სადაც უკვე უფრო მარტივად წავიდნენ, ასე ვთქვათ, სიმშვიდეში რა ადამიანები და უკვე 12 მაისს დღეს მქონდა ლექცია გზა თავისუფლებისკენ, რომელშიც ხსნიდი რა არის ის ასე ვთქვათ ნაბიჯები რომელიც ადამიანმა თანმიმდევრულად შეუძლია გადადგას იმისთვის რომ მეტად გათავისუფლდეს გონების მარწუხებისგან რა იმიტომ რომ ხშირად ადამიანები რომლებიც ვთქვათ სულიერ სიმაღლეებს ეპოტინებიან ტოვებენ იმ ნაწილს რომელიც მატერიისთვის ანუ სხეულისთვის უფრო საჭიროა იმ მომენტში და მთელი არსი ამ ლექციის რომელიც საათნახევრის მაგალითად 2 საათი და 10 წუთი გაგრძელდა იმიტომ რომ ხალხი დაინტერესებული იყო რომ მეტი გადამეცა მათთვის მიდიოდა ზუსტად აი მაგაზე საუბარი თუ რა სად უნდა გააკეთოს ადამიანმა ფოკუსი, ანუ რომელი თავის შეჭირვებები, საჭიროებები უნდა მოაგვაროს პირველ რიგში, რომ მეტი ენერგია გქონდეს შემდეგი უფრო მაღალი დონის საჭიროებებისკენ. და მთელი აზრი, ანუ ერთ-ერთი არსი კიდე რაც მინდოდა გადამეცა ადამიანებისთვის, არ ვიცი რამდენად მოვახერხე, მაგრამ ამას ადამიანები განსჯიან, იყო რომ აქ ზღვარი ამ მატერიალიზმსა და სულიერებას შორის არ არის, თუ ამას ერთიანობაში დაინახავ, ეს ორივე ბუნება როგორ არის ერთმანეთზე გადაბმული, ანუ როგორ უნდა მოიგვაროს ადამიანმა მატერიალური პრობლემები, რაც გასაშვებია გაუშვას, რაც არა დაიკმაყოფილოს პრაქტიკული უნარებით, იმისთვის რომ ენერგია წავიდეს შემდეგ, მაღლა რომ ბუნებრივი კითხვა გაჩნდეს, ვინ ვარ მე, იმიტომ რომ სანამ ეს კითხვა არ გაჩნდება, გინდა ეკლესიაში არ და გინდა მედიტაციები აკეთე, სანამ შიგნით ეს კითხვა არ დაიბადება, არანაირი აზრი არ აქვს სულიერ პრაქტიკების გაკეთებას რა. მე მოვიშველე მასლოუს საჭიროებების პირამიდა, რო კვლევა რა, რომელიც აბრაამ მასლოუმ ჩაატარა მე-20 საუკუნეში. რომელიც მიზანიც იყო, რომ გამოეკლია რა ამოტივირებს ადამიანს, ანუ რა განსაზღვრავს ადამიანის მოქმედებას. როგორც ვიცით, ჩვენი ფიქრები განსაზღვრავენ რაღაც კუთხით ჩვენ მოქმედებებს. მაგრამ რატო ვფიქრობ, რომ მე საკმარისი ფული არ, ანუ რას ვფიქრობ, ვაიმე სამსახური, სესხი როგორ გადავიხადო? რისი მეშენია, ის სად არის ძირი იმ ფიქრების, ანუ წყარო ის გონებაში, ანუ რა იწვევს, რატო არ შემიძლია ფიქრი გავუშვა და აქ დაახლა მოვიტანო ყურადღება და გავთავისუფლდე, ან დავინახო რაც არის რეალობა. მაგრამ რაღაც არის, რაც ფიქრს ვერ მაშვებინებს, ანუ რაღაცაზე ვარ მიჯაჭვული. აი რაზე ვარ მიჯაჭვული, დაწყებული წყლიდან, საჭმელიდან, ანუ ფიზიოლოგიური საჭიროებებიდან, გაგრძელებული სტაბილური შემოსავლით, ასე ვთქვათ, ჯანდაცვაზე წვდომით, ასე შემდეგ, ანუ სამსახური, ფული ამ საკითხით, გაგრძელებული ურთიერთობები, რო არ დავკარგო ურთიერთობები, იმიტომ რომ მჭირდება რომ ადამიანებს უყვარდე და ურთიერთობები მქონდეს, გაგრძელებული სტატუსით, რომ რაღაცას წარმოვადგენდე, აღიარება, წარმატებას მივაღწიო, ასე შემდეგ წარმატებული ვიყო. და აი ამის ჭერი სად არის? იმიტომ რომ მთელი დასავლეთი გაჭედილი არის აი ამ 4 რაღაცა ფაზაში, ასე ვთქვათ, რომ ამაში მიაღწიონ, რაც შეიძლება ბევრს. მეტი ფული გქონდეთ, მეტი აღიარება გქონდეთ, მეტი სტატუსი და ეს ეგოს უნდა. და რო წავიდეს ენერგია ზემოთ, აი აქ უნდა გამოთავისუფლდეს ენერგია, ანუ აღარ უნდა დარჩეს დაუკმაყოფილებელი საჭიროებები ამ 4 დონეზე. და თუ ამის ზემოთ ადამიანი მოახერხებს საკმარისი ენერგია ექნება რომ დასვა შეკითხვა ვინ ვარ მე ანუ ის ყველაფერი რაც ვიცით ჩვენ თავზე ეს უბრალოდ ინფორმაცია რომელიც მოვისმინეთ ამას რომ ბზარი დაადო უნდა დასვა კითხვა ვინ ვარ მე და აი თუ დასვა ადამიანმა შეკითხვა ვინ ვარ მე უკვე დანარჩენი ზედა დონის საჭიროებები რომელიც არის სულიერი საჭიროებები შეიძლება დავარქვათ ამას, მაგრამ არ მინდა რომ ამას მიეცეს ძალიან რაღაცა სულიერების და მაინც სულიერი აღსარებლობის ან სხვადასხვა პრაქტიკების ესთეტიკა. სინამდვილეში ისინი უბრალოდ ინსტრუმენტებია, რომ ადამიანმა ის გზა გაიაროს, რაც მაგის ზემოთ შეიძლება მოხდეს. როცა ადამიანი კითხვას დასვავს ვინ ვარ მე, ეს შეკითხვა არის ვინ ვარ მე და როგორია სამყარო. ისეთია სამყარო, როგორიც მჯერა რო არის, ის ვარ მე, ვინც მჯერა რო ვარ. იქნება არა. აი ეს შეკითხვა თუ გაჩნდა ადამიანში, ხო? მე უკვე ადამიანმა შეიძლება დაიწყო შესწავლა მართლა როგორია სამყარო და მართლა ვინ არის თვითონ და უკვე ნელ-ნელა აი ამ ეტაპის მერე ასე ვთქვათ საფრთხის განცდა ქრება ანუ აღარ აღიქვავს სამყაროს საშიშად თუ მართლა გაიცნობ როგორია სამყარო და ვინ ხარ შენ და აი ამის ზემოთ უკვე რაღაცები ხდება რა სამიდოთ ძალიან მოკლე იქნება ეხლა ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომენტი ამ ფესტივალზე ანსამბლი იალონი რომელიც ძალიან მიყვარს მათი ტკბილ ხმოვანება
მალამოდმედებად ხოლმე როგორც ემოციურ სხეულზე, ისე გონებაზე, ისე ფიზიკურ სხეულზე და მათ ალბომს, რომელსაც ქვია ქართული სამკურნალო სიმღერები და იავნანები ძალიან ხშირად უსმენ ხოლმე და თუ ცოტა რაღაცა წუხილია ან სევდა ან რამეა ძალიან მშველის და მეხმარება ხოლმე და ეხლა სწორედ ეს გოგონები არიან და ძალიან მაგარია რომ აი ქართულ კულტურაში ტრადიციაში გვაქვს მისი ფენომენი, ესეთი ფენომენი, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე თანამედროვე განკურნებაში, ასე ვთქვათ, გონების ფიზიკური სხეულის და ემოციების, როგორც გითხრა მარიამმა, განკურნებაში. არცაც წასვლაშორს არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა ამოვთხაროთ ის, რაც უკვე ჩვენ გვაქვს და დავაშენოთ იმაზე, რაც შემოდის ინდოეთიდან იქნება თუ დასავლეთიდან იქნება მეცნიერების სახით თუ აღმოსავლეთიდან იქნება ფილოსოფიის სახით, რაღაცნაირად ეს ჩვენი ქართული სულიც გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ეს ქართული სული, ასე ვთქვათ, რაღაც სხვანაირად გვეხება გულზე, არ ვიცი, დნმ-ის ამბავია თუ რისი ამბავია, მაგრამ რაღაც უფრო ახლოს მოდის თითქოს, ვიდრე თუნდაც ვედური მანტრები.
აი ეს სინთეზი თუ არ არის ეხა სასწაულება მაშინ რა არის ავსტრალიური დიჯერიდო და აჭარული ძალიან მაგარია გურძგლავს დიჯერიდოზე გადაცემა გვაქვს უკვე ერთხელ გაკეთებული ჩვენეთს გოგონები პაკისტანს და ინდოეთს და ომი აღარ იქნება. ტრადიცია არის არქაული, ანუ ქრისტიანობამდელი და ძალიან საინტერესოა ეს შრეები, რომ როცა ქრისტიანობა შემოვიდა, ეს რიტუალი თავისი მთელი ქმედებებით და ლოცვებით, მელოდიებით იმდენად ღრმად იყო, როგორც ჩანს, გავრცელებული, რომ შენარჩუნდა და ძალიან საკრალური და რაღაცნაირი მაგიური სფეროა. შეიძლება ითქვას, რომ აი ყველაზე ესეთი არის იდუმალი, რაც კი მე მგონი ხალხურ ფოლკლორში გვაქვს. და იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკალური ნიმუშების და სიტყვიერი ტექსტის ანალიზით ინა ძველ შრეებში ჩადის, აი რაღაცა შუამდინარული ცივილიზაციიდან იღებს ეს ამბებით სათავეს, თუნდაც ეს ის და ვარდის ყოფნა ამ შელოცვით რეფრენულ ტექსტებში არის ზოგადად გავრცელებული და ძალიან საინტერესო, რაღაცა ციურ და მიწიურ ღვთაებებთან შეკავშირებული და ძალიან ცეთი ფართე თემაა, მაგრამ მოკლედ რო ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ გოგოები ვიყავით, თავიდანვე ეს იყო ჩემი ჩანაფიქრი, რომ ქალთა ხმები ყოფილიყო რაღაცნაირად უინსტრუმენტოდ აჟღერებული. რა თქმა უნდა, ჩვენი წინათაობებიც გარკვეულწილად ამას აკეთებდნენ, მაგრამ ესე კონცენტრირებულად სხვა შორის გადავწყვიტეთ აი კოვიდის დროს. იმდენად ყველანი ვეძებდით ალბათ რაღაც ისეთ მაკურნებელს და უფრო ღრმას ვიდრე იქამდე გვქონდა და გვჭირდებოდა ეს, რომ
რაღაცეთ ვიგრძენით, რომ ეხა იყო ყველაზე სწორი დრო, რომ ცალკე ალბომი გაგვეკეთებინა ამის. ყველაზე სასიამოვნო და ემოციური იყო ის, რომ სოფლებში რაღაცა ბებიებს დავეწაფეთ და მათგანაც ჩავწერეთ, მათი სიმღერებიც შევიტანეთ, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც რეალურად ამის შემოქმედები არიან, ჯერ კიდევ ცოცხლად, რომ აი რომ მიხვალ ყველა ჯერზე რაღაც ხვანაირს გახვედრებენ რაღაცა ბებიას საჭმელივით, იმდენად ამოუწურავი არის ეს მრავალფეროვნება და შემოქმედებით, ამ ადამიანების და იმდენად თვითონ ვერ აცნობიერებენ, იმიტომ რომ არც არავინ არ აცნობიერებინებს სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანი ხვდება მათ რეალურ ფასს და ძალიან გაკურებულები არიან ყველა ჯერზე რომ ჩავდივართ ან ცხელები თუ მყავს ან ვინმე რო სწავლობს უკვირთ რატო აინტერესებს და ეს კიდე ცალკე გულის ტკივილი არის ჩემი და ჩვენი რომ ამ ადამიანებს რეალური დაფასება და სითბო ძალიან აკლიათ და იმდენად განსხვავებული პერსონები არიან მთელ რა ვიცი იმ სამოსახლოებში სადაც ახლა აჭარა იქნება კახეთი თუ სამეგრელო თავისი ცხოვრების წესით და პიროვნებებით განსხვავებულები არიან და ეტყობა ამიტომაც არიან ეს რაღაც გამორჩევად მატარებლები ამ ამბების. რატო გადაწყდა ეს ფესტივალი რომელიც ჩატარებული იყო აქ? თან ამ სახელით. ჩვენი მთავარი სურვილი იყო ერთ სივრცეში შეგვეკრიბა ყველა ის ადამიანი, ვინც სხვადასხვა მიმართულებით აპრაქტიკებს სხვადასხვა მეთოდს. სხვადასხვა მიმართულებებში გულისხმობ სხეული, სული, ემოციების მართვა, ჩვენი ცხოვრების დაგეგმა ისე როგორც გვინდა რომ ვიცხოვროთ, რას გვინდა რომ მივაღწიოთ, რატომ გვინდა რომ მივაღწიოთ, ჩვენი თავის უკეთგაცნობა, მეტად ჩასვლა ჩვენს სიღრმეებში. არ ვიცი, ყველა ეს თემა საბოლოო ჯამში ერთად შეიკრიბა და მივედით საბოლოოდ იმ დასკვნამდე, რომ გაკეთდეს უნდა აუცილებლად ერთიანი სივრცე. ამ ფესტივალის შექმნის იდეაც ზუსტად ეს იყო, რომ აქ ხალხს საშუალება მისცემოდა თავისი, არ ვიცი, თვალსაჩინოს გაფართოების, რა შეიძლება გააკეთონ იმისთვის, რომ უკეთესად იცნობდნენ თავის თავს, თავის გულს, თავის გონებას, თავის ემოციებს. ზუსტად ფასილიტატორებიც ამ კუთხით შეირჩა, ანუ ყველა მიმართულებით ვიფიქრეთ, ეს იყო სხეულის მოძრაობა, ეს იყო ემოციების ბალანსი, ეს იყო პრაქტიკები სუნთქვის კუთხით, ეს იყო პრაქტიკები მედიტაციების კუთხით, აქ იყო ბგერითი თერაპიები, აქ იყო ცეკვა, თვითგამოხატვა და რა ვიცი, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გვერდით დაგვეყენებინა, ჩვენს გვერდით დაგვეყენებინა ისეთი ადამიანები, ვინც ამ მიმართულებით უკვე თავის თავზე დიდხანს აპრაქტიკებენ. აი ამ ყველაფერს საზოგადოებამ რაღაცნაირად უნდა შეიცნოს და გაიგოს ის, რომ აი რაღაც უკიდურეს წერტილებზე ყოფნა ვერასდროს გააერთიანებს მას. ანუ საჭიროა ჩვენი გაძლიერებისთვის, მე ვფიქრობ, საჭიროა დაახლოება ერთმანეთთან, სხვისი თვალებით შეხედვა კონკრეტულ საკითხზე, დაახლოება, მეტი კავშირი, მეტი სიყვარული, მეტი აღმოცენება, მეტი ზრდა.